საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პარლამენტი პრეზიდენტის მოსასმენად მზადაა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე გამართავენ კონსულტაციებს იმის თაობაზე, თუ როდის შეძლებს პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლას, როგორ შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს და იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას შედეგზე, რომელიც შესაძლოა საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღებით დადგეს. მთავარ კითხვას ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში რა შენიშვნები აქვს ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი სიგუა გადაცემაში მთავარი კითხვა. ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა, ბატონო ზაქარია. და ვიდრე ძირითად თემებზე გადავიდოდეთ ჩვენი საუბრის, არ შემიძლია არ შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა, როდესაც გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი და მიზეზად დასახელდა შიმშილი. თანდაგრძნობას უცხადებ დაღუპული პატარის ოჯახს. გრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი მომხდართან დაკავშირებით? შეუძლებელია პასუხისმგებლობა არ ვიგრძნოთ, შეუძლებელია არ შეგზაროს ამ ფაქტმა, სამწუხაროდ გაჭირვება იმდენად ღრმად არის წასული ჩვენ საზოგადოებაში, რომ შიმშილით გარდაცვალება კვლავ ხდება ხოლმე, რა ძალიან სამწუხაროა ამ შემთხვევისათვის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით ეს მოქალაქეები 2007 წლიდან ითხოვდნენ, ეს ოჯახი 2007 წლიდან ითხოვდა უმწევრთა ბაზაში შეყვანას და ის გარემოება, რომ მათ არ ქონდათ დაბადების მოწმობები 4 ბავშვთან 3-ზე აფერხებდა სწორედ უმწევრთა ბაზაში მის შეყვანას. და მინდა გითხრათ, საზოგადოებას უთხრა, საზოგადოება უნდა იცოდეს ამის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით, სოციალური აგენტი, რომელიც ახალი მინისტრის დამტკიცების შემდეგ მივიდა ამ ოჯახში, რა თქმა უნდა, მანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოთხოვა დაბადების მოწმობების ქონა, დედამ რა თქმა უნდა ვერ წარუდგინა ეს დაბადების მოწმობაც არ იყო და სოციალურმა აგენტომ პირადი ფული მისცა ამ ოჯახს იმისათვის, რომ დედას დაემზადებია ეს დაბადების მოწმობი. თქვენ დღეს იცით, რომ მოქმედი კანონმდებლობით ყველა საბუთის დამზადება საქართველოში არის ფასიანის. ყველა საბუთი, აბსოლუტურად ყველა საბუთი დამზადება. არ უნდა იყოს ასეთი ოჯახებისთვის გამონაკლისი. ფაქტი არის სახეზე, როდესაც ფორმალობის გამო მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა და როცა ვსაუბრობთ 10, 15 და 20 ლარზე ხშირ შემთხვევაში ოჯახებს ეს არ აქვთ. ეს არის ყველაზე კარგი, ყველაზე ცუდი მაგალითი, მაგრამ ყველაზე კარგია ამ გაჭირვების და ამ მდგომარეობის გამოსავლით, როცა ლაპარაკობენ ხოლმე ზოგადად 15-20 ლარი რა არის. კი, არაფერი ფული არ არის, მაგრამ არ ძალიან ბევრი ოჯახი რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფულია. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სოციალური აგენტის ეს პირადი გულისხმიერება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ტრაგედია თავიდან ყოფილიყო აცილებული. ამიტომაც ამ შემთხვევაში ალბათ კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ სხვა ზომების მიღებაზე, რომ უმწევრთა კანდიდატების მიმართ ეს სულთა კანდიდატი იყო ეს ოჯახი, მხოლოდ ფორმალური პირობა უნდა ყოფილიყო დაცული, მაგრამ აგენტის პირადი ჰუმანურობა, რაც გამოიხადა პირადი ფულის გადაცემაში, საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ტრაგედიის ასაცილებლად, ამიტომაც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ჩვენ ვიზიარებთ. ფიქრობ თუ არა, რომ მართლაც უნდა შეიცვალოს სერიოზულად მოთხოვნები ასეთი ოჯახების მიმართ და არ იყოს ფორმალობები პრიორიტეტული, ან სულაც უფასოდ მოხდეს ასეთ ოჯახებზე დაბადების მოწმობების გაცემა. ჩვენ ხშირ კონკრეტულად როცა ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მოქალაქეები ვქნით იმის გამო, რომ ეს სახელმწიფო როგორც საზოგადოების შეთანხმების საგანი შეეხიდოს მოქალაქეებს გაჭირვებისას, უმუშევრობისას, ავადმყოფობისას, სწავლისას და როცა ეს გარემოება მომყავს გაჭირვება, უმუშევრობა, ავადმყოფობა, სწავლა, ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება და როცა დგება, სწორედ მაშინ უნდა ქონდეს მას ვიღაცის იმედი, გარდა ოჯახის წევრებია. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია ჩვენ და მივისწრაფით იმისკენ, რომ არის რაღაცები, რაც რისი გაკეთებაც ეს არ არის სულთა კომუნისტური ან სულთა მემარცხენე რადიკალური, ეს არის ადამიანური, სულთა ჰუმანური. ამიტომაც ჩვენ კანონმდებლობას მოგვიწევს ამ საკითხს დაფიქრება და ამ უსამართლო კანონების გასწორება იმისათვის, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლოთ შეუფერხებლად იმ დოკუმენტაციის მოპოვება, რაც უკვე მათ უფლებას წარმოუშვებს. აი ხა მაგალითად სასამართლოებში მოქმედებს სისტემა, რომ
უმწევრთა ბაზაში თუ არა ხარ, სახელმწიფო ბაზისგან არ განთავისუფლებენ. ამ დროს არის უამრავი ოჯახი, რომელსაც 200-300 ლარი აქვს ხელფასი. როგორ უნდა გადაიხადოს იმას 500 ლარიანი, 1000 ლარიანი სახელმწიფო ბაზაში? ხო შეუძლებელია. ესე იგი, ამ ადამიანმა დაბადების მოწმობის არ ქონის გამო ვერ მოიპოვა უმწევრთა ბაზაში შესვლის საშუალება, ვიღაცას დაბალი შემოსავლის გამო არ აქვს თავისუფლების სასამართლოს დაცვის საშუალება. აი ეს არის უსამართლო კანონების შედეგი, რაც ხშირ შემთხვევაში საუბედუროდ ტრაგედიაში ვლინდება. ფიქრობ თუ არა, რომ ასეთ ოჯახებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ცხოვრობენ ქალაქებში ან ქალაქებთან ძალიან ახლოს, სჭირდებათ რაღაც განსაკუთრებული მეთოდები იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მეტად ინფორმირებული თავიანთი უფლებების შესახებ, სხვა მეთოდების შესახებ, რითაც მათ შეიძლება მიიღონ დახმარება სახელმწიფოდან. ანუ ინფორმირებულობა არის ამ შემთხვევაში აშკარად ასევე პრობლემა. ინფორმირებულობა ერთ-ერთი მიმართულება არის. მაინც თავარი არის ალბათ უფრო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ვალდებულება, რომ ჩვენი ვალდებულება ვიზრუნოთ ამ მოქალაქეებს. შესაბამისად, უფრო ვალდებულების კუთხით უნდა წავიყვანოთ. რა თქმა უნდა, ინფორმირება ეს აუცილებელია, მაგრამ უფრო ვალდებულების კუთხით უნდა წავიყვანოთ, რომ თქვათ, მოქალაქის ყურადღებაზე არ იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს რთული გასაკეთებელია. აი ხა მე შევეჯახე ჩემ თიანეთის რაიონში რა პრობლემას, რომ მივხვდეთ იმის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაბეჭდა ყველა ოჯახზე ფლაიერი, სადაც ეწერა, თქვათ, რა უნდა გაკეთეს ხნათესვის სამუშაოების სახით, არ წაიკითხეს ეს ფლაიერი ძალიან ბევრმა, მქონდა ფერმერებთან შეხვედრა და სვამდნენ იმ შეკითხვებს, სადაც პასუხი იმ დარიგებულ ფლაიერში წერია. ანუ ადამიანებს როგორც წესი ნაკლებად უყვართ კითხვა, ნაკლებად უყვართ გაანალიზება, უფრო ურჩენიათ მოსმენა. ამიტომაც არის, რომ საინფორმაციო საშუალებებს ტელევიზია ლიდერობს გაზეთებთან და ჟურნალებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მოსმენა ურჩევნიათ ვიდრე წაკითხვა ან გააზრება ამ კუთხით. რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, აქტუალურ პოლიტიკურ თემებს, მას შემდეგ რაც დღეს უკვე მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოვა პრეზიდენტი მოხსენებით პარლამენტში. თქვენ ალბათ უკვე საუბრობთ ამ თემაზე უმრავლესობის რიგებში, დაახლოებით როდისთვის იგეგმება და როგორ უნდა მოემზადოს უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლისთვის, რითი იქნება მისი ბოლო ანგარიში საპრეზიდენტო ვადის მიწურულს განსხვავებული წინა ანგარიშებისგან? გამიჭირდება იმის პროგნოზირება, თქვას რა სიტყვის პრეზიდენტი ახალს პარლამენტში მოსვლას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სათქმელი არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა იყო თავიდანვე, რომ პრეზიდენტი თავისუფალია თავისი ანგარიში პარლამენტის წინაშე, უბრალოდ ვითხოვდით, რომ დაიფიქსირება მას პოზიცია იმ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მიღებული იქნა დღეს მესამე მოსმენით. ის მაქსიმალურად გაერიდან პროცესს, პირიქით თქვენ გახსოვთ რა პერიპეტიები უძღოდა წინ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას. დღეს უკვე აღარ არსებობს არანაირი მიზეზი, რაც ამ პროცესს შეაფერხებდა. შესაბამისად, პრეზიდენტი შეუძლია, უფლებაც აქვს მოაწეროს ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს, მობრძანდეს პარლამენტში და თქვას ის რაც უნდა, გინდა ძველი გაიმეოროს, გინდა ახალი თქვას. ჩვენ პარლამენტის წევრებს გვაქვს თმენის ვალდებულება და მე ვაპირებ თმენის ვალდებულებით შევიბოჭო და არ გამოხატვის თავისუფლებით ვისარგებლო, რაც ასევე ჩვენი უფლება თმენის ვალდებულების პარალელურად. ასე რომ ველით პრეზიდენტს პარლამენტში დარწმუნებული ვარ კონსტიტუციურ კანონს ის დროზე მოაწერს ხელს და ამით დამთავრდება ეს 4-თვიანი პერიპეტიები, რაც იყო განსხვავებული გარემო ხდება მას ახალ პარლამენტში, მისი პოლიტიკური ძალა აღარ არის უმრავლესობაში. თქვენ რას აპირებთ განსხვავებულს ამ შეხვედრის დროს? ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული მნიშვნელოვანი მოვლენა. აპირებთ რომ დისკომფორტი შეუქმნათ მიხეილ სააკაშვილს? არ არის ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი მოვლენა, ისე როგორც გამორიცხულია, ობსტრუქცია დავისახოთ მიზნად, ან რამე თეატრალური წარმოდგენის შექმნა დავისახოთ მიზნად. ჩვენ თქვით, რომ ჩვენ სხვა მიზნები გვამოძრავებს. ჩვენ ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით ორი მთავარი მიზანი გვამოძრავებდა. პირველი, რომ ხალხის წარმომადგენლებისა და დაგვიბრუნებია უფლება, რომ მხოლოდ მათ თანხმობით შეიძლებოდა მთავრობის დანიშვნა, მთავრობის შექმნა, იმიტომ რომ ვიმეორებ, მთავრობა არ არის შპს და მისი დირექტორთა საბჭო. მთავრობა ეს არის საქართველოს ხალხის წარმომადგენლების უფლებამოსილი ადამიანები. და არ შეიძლება ერთი კაცნებაზე იყოს მათი დანიშვნა დამოკიდებული. და მეორე მიზანი რა ჩვენ მქონდა, რომ ეს ისე უნდა მოხდარიყო, რომ საფუძვლად ანგარებითი გარიგება არ უნდა დადებოდა. ჩვენ არაფერი პირობა არ მეგვიცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისათვის, რომ აი თუ მხარს დაგვიჭერთ, ეს მოხდება, ამნისტია მოხდება,
ქონების უკან და ქონების საკითხები არ გადაიხედება იმ კუთხით რომ თქვა თუ ვინმე სასამართლოზე დიდავებს თავის ქონებრივი უფლების აღდგენას რომ თქვა აბსოლუტური იმუნიტეტით აღიჭურვებით ეს ინდულგენციები გაცემული არ ყოფილა. ამიტომაც იყო ეს პროცესი თავისთავად საინტერესო, რომ პირველად იქნა მიღებული კონსტიტუციური ცვლილება ანგარებითი გარიგების გარეშე სუფთა საფუძვლებზე, სადაც უმრავლესობა და უმცირესობამ დაუჭერეთ კონსტიტუციური ცვლილების ხარ ისე, რომ მათ არანაირი ვალდებულება არ წარმოეშვათ ჩვენს მიმართ და ჩვენ კიდე მათ მიმართ. მაგრამ ხომ არ ფიქრობთ ბატონო ზაქარია, რომ იმ პროცესით, რა პროცესის უძღოდა წინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკური ამნისტია, ან თუნდაც ქონებრივი საკითხების არ გადახედვა. გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური ძალის წარმოჩენას ერთიან დაუშლელ ერთეულად. რადგან თქვენი თანაგუნდელები თვეების მანძილზე ამბობდნენ, რომ მათ უკვე ჰქონდათ ხმების საჭირო რაოდენობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რაც არ დაადასტურა სარეიტინგო კენჭისყრა. მიეცით თუ არა ამ პროცესით ნაციონალურ მოძრაობას მეტი, ვიდრე მათ შეიძლებოდა მიიღოთ? მთავარ კითხვას ზაქარია ქუცნაშვილი სარეკლამო ბლოკის შემდეგ უპასუხებს. ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას, ბატონო ზაქარია გავიმეორებ შეკითხვას. ხომ არ მიეცით იმ პროცედურით, რა პროცედურითაც საბოლოო ჯამში მიღებული იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები, ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი, ვიდრე შეეგეძლოთ მიგეცათ ნებისმიერი სხვა სახის პოლიტიკური გარიგებით. ვგულისხმობ იმას, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პარაშუტი გადაუგდეთ ნაციონალურ მოძრაობასო. ვგულისხმობ იმას, რომ სარეიტინგო კენჭისყრის შედეგად ეს პოლიტიკური ძალა წარმოჩნდა როგორც ისევ ერთიანი, რომელსაც შესაძლებელია მომავალში კონდეს პერსპექტივა. კეთილი, ეს სხვათა შორის გავრცელებული შეკითხვაა, რასაც ტრიალებს მედია სივრცეში, საექსპერტო საზოგადოებაში. პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ პარაშუტი გადაუგდეო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ გადავარჩინე ისინი როგორც პოლიტიკური ძალაო. მოდით ასე ვთქვათ, პარაშუტი შეიძლება იყოს გადარჩენის საშუალებაც და შეიძლება იყოს ბოლო პარაშუტიც. ასე თქვათ იმისათვის რომ შემდეგ გადმოხტომაზე უკვე აღარ მოგაშველონ პარაშუტი, ხო? ეს შეიძლება ჩავთვალოთ რომ ბოლო პარაშუტი შეიძლება იყოს და შეიძლება სხვა დროსაც მიაშველო პარაშუტი. საკითხს უნდა მივდგეთ უფრო სხვა კუთხით. სერიოზული საქმიანი პოლიტიკისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი? შედეგი თუ პროცესი? რა თქმა უნდა, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის შედეგი. ვიდრე პროცესი. მაშინ რატომ არ დათანხმდით თავიდანვე სარეიტინგო? ხა ნახეთ რატომ არ დათანხმდით? ეს ტაქტიკური ბრძოლის საგანი იყო. ჩვენ სულ ლაპარაკობთ რომ გვაქვს და მივიღებთ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ისმის შეკითხვა, ჩვენ გაუმართლეთ მოლოდინები ჩვენ საზოგადოებას თუ გაუმტყუნეთ. ჩვენ პერდევით საზოგადოებას მივიღებთ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამბობთ რომ მიიღებთ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშეც. ჩვენ მივიღებთ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით, რითაც თქვათ ამ ცვლილებების შინაარსობრივი მომენტი კიდევ უფრო გამტკიცებულია და ამ შემთხვევაში პირობა რაც მივეცეთ ამორჩევს რომ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კონსტიტუციურ ცვლილებებს რეალიზებულია. ამიტომაც თუ ლაპარაკობთ და ვზომოთ საქმიანობა შედეგების მიხედვით, შედეგები მიღწეულია. თუ საუბრობთ სანახაობის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწია პროცესის დათმობა შედეგის მისაღებად. მაგრამ ვიმეორებ საქმისათვის, საზოგადოებისათვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სანახაობა. ჩვენ ვცვლით ამ მდგომარეობას, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ და არა სანახაობაზე ორიენტირებულს. ამიტომაც ეს პარაშუტი პირველია. უკანასკნელია თუ კიდე იქნება ეს უკვე დამოკიდებულია პარაშუტის მიმცემზე და არა პარაშუტის გამოყენებაზე. თუ არ მოგცეს როგორ გამოიყენება მაგ პარაშუტს? რომ არ შევხედოთ ამ პროცესს არც სანახაობის კუთხით და არც შედეგის კუთხით, არამედ შევხედოთ უბრალოდ პოლიტიკური წონადობის თვალსაზრისით. თქვენი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური მდგომარეობა ამ კენჭისყრის შემდეგ გახდა უკეთესი თუ გახდა უარესი? მე კაი თქვათ შევეცადოთ იმათი პოზიციიდან შევხედოთ მოვლენებს, ხო? ერთი მხრივ არის წასული სააკაშვილი, ხო, რომელიც მიდის პოლიტიკიდან, მიდის ძალიან, ასე ვთქვათ, ცუდი შედეგებით, იმიტომ რაც არ უნდა ილაპარაკოს 70 კილომეტრიანი აშენებულ ავტობანზე 350 კილომეტრიანი მონაკვეთიდან, რაც არ უნდა ილაპარაკოს, თქვათ, ბათუმის ბულვარზე, რომელიც სამწუხაროდ ზღვამ წაიღო, არა? საბოლოო შედეგებს საზოგადოება მრავალი საუკუნეების შემდეგ გაზომავს იმით, სააკაშვილის დროს იყო დემოკრატია თუ იყო ავტოკრატია. მაგრამ დიდი ჩაგეკითხებით თუ დავკარგეთ, ამით გაზომავს. და ამ კუთხით სამწუხაროდ არ შეფასდება მის ჩემი
მისცადეთ არ ჩქარო არ მინდა ისტორიკოსების კომპეტენციაში გადავიჭრა, მაგრამ თუ შედეგებით ვიაზროვნებთ რა ეს ყველაფერს წარეცხავს გააფერკრთალებს, მაგრამ შედეგები ის რომ დემოკრატია ვერ დამყარდა და ავტოკრატია არსებობს, ის რომ პირველად აღიარა როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ, სამ ქვეყნის გარეთ საზოგადოებამ ჩატარდა კონკურენტულიანი არჩევნები, სადაც წავართვით ძალაუფლება სააკაშვილის რეჟიმს, ის რომ ქვეყანა კი არ გავაერთიანეთ, კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დავკარგეთ, ეს მიანიშნებს რომ ამ კაცის პოლიტიკური კარიერა სრულდება წარუმატებლად. ამიტომაც ეხლა ეს შორეულ პერსპექტივაში ბატონო ზაქარია, მაგრამ ახლო პერსპექტივაში რომ შევხედოთ, როგორი იქნება შეფასებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა აქამდე საქართველოში, როდესაც არჩევნების გზით გადაეცა ხელისუფლება სხვა პოლიტიკურ ძალას. ის და მისი პოლიტიკური ძალა დათანხმდნენ დემოკრატიულ საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის უფლებებთან დაკავშირებით. ფორმალურად ეს ხომ ასეა? კი, მაგრამ ეს როც არ მიანიშნებს ამ პოლიტიკური ძალის სიძლიერეს. პირიქით ეს მიანიშნებს ამ პოლიტიკური ძალის შეფასებებს გულისხმობ კონკრეტულად პრეზიდენტის ეს ვერ ჩაითვლება მიღწევად ამ პოლიტიკური ძალის. ის რომ დავათმობიეთ, ის რომ მივაღებიეთ, ეს მათი სიძლიერე კი არ არის. ეს ვინც დაათმობია, ვინც მიაღებია, არ მინდა ჩვენ მხარეზე ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენი მხარე სიძლიერეა. ეხლა უკვე ნამეტანი თავდაბლობასაც მოვეშვებით, ხო? აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ისტორია ჩვენ და სამწუხაროდ ვერ გაჩის ამ ადამიანის 9 წლიან მმართველობას როგორც წარმატებულს, იმიტომ რომ ვიმეორებ, დემოკრატია ვერ დამყარდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგა, გაჭირვება ვერ იქნა დაძლეული, უსამართლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მაშინ თუნდაც რითი იზომება ხელისუფლების გაჭირვების დაძლევით, სამართლიანობის შემოტანით, დემოკრატიის შემოტანით, ქვეყნის გამთლიანით, რომელი მახასიათებლით გავზომოთ მის 9 წლიანი მმართველობა. აქედან გამომდინარე, მე ვარაუდობ ეკა, რომ უმცირესობაში დარჩენილი წევრებისთვის ძალიან უპერსპექტივოა ამ ადამიანთან თავისი ბედის ხანგრძლივი დროით დაკავშირება. ხოლო ის რომ სისტემა ავტოკრატიული და ვერ შვა მან თავისუფალი ლიდერები, მიანიშნებს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აყავს საპრეზიდენტო კანდიდატი. პირი, რომელიც დამოუკიდებლად გაუძღვება, დამოუკიდებლად მართავს ამ ჯგუფს. აქედან გამომდინარე, მე არ უყურებ ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც დიდი პოლიტიკური პერსპექტივის მქონე ძალას, თუმცა ეს მათი უფლება როგორ შეძლებენ გადაწყობას, მე ადრევეც ურჩიე, ეს ჩემ კომპეტენციად ცილდება ბოდის უხდის საზოგადოებას, რომ თუ ისინი გაიმიჯნებოდნენ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს და შეეცადნენ პოლიტიკურ პოლემიკაში, კონსტრუქციულ პოლიტიკურ პოლემიკაში, ისე როგორ ძალიან რადიკალურ ოპონირებაში ეწარმოებიათ საქმიანობა, უფრო უკეთესი იყვნენ, მაგრამ მიეწევდნენ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს, გაიგივეს თავი მათთან, იმიტომ რომ სამწუხაროდ მათი ნაწილები არიან. ესენი ყველანი მათი ნაწილები არიან. სააკაშვილი არ აძლევს უფლებას ადამიანებს, რომ ამ ნაწილს გაემიჯნონ. ხო ხედავთ, 3-ჯერ ჩამოფრინდა ქუთაისში. როცა მე გავაჟღერე ეს ინფორმაცია ქუთაისში, ჟურნალისტებს არ ჯეროდათ. წავიდნენ თავის თვალით ნახეს, რომ ქუთაისში 3-ჯერ ჩამოფრინდა ერთი კენჭისყრისათვის. როცა იძახდა შინაარსთან მე საწინააღმდეგო არაფერი არ ამაქვს. და უნდათ ის რაც ვერ მიიღეს, მაგრამ ამას მე არ ვლაპარაკობ რაღაც ქედმაღლობით ან სხვა კუთხით. ვიმეორებ, კარგი რაღაცა პროცესი მოხდა საქართველოში, შედგა პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ანგარებითი გარიგების გარეშე. ეს არის მიღწევა, სადაც მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის დეპუტატებმაც მოიგეს და უმცირესობის დეპუტატებმაც მოიგეს. ვინ წააგო? მოდი ამას ისტორია განჩის და ვნახავთ ცოტა ხანში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონი გაქვთ მისაღები მორიგი მოსმენით. ეს არის კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც დღეს ვერ განიხილეთ გამომდინარე სწორედ პრეზიდენტის პოზიციიდან. დღეს რიგ გარეშე სხდომა ჰქონდა პარლამენტს, 3 აპრილს იგეგმება კანონის განხილვა. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ თანხმობა ამ კანონთან დაკავშირებით სასამართლოსა და მთავრობას შორის არის მიღწეულიო. ანუ პრეზიდენტი და უმრავლესობა განსხვავებულ პოზიციაზე, ბატონო ზაქარია. კი, პრეზიდენტი და უმრავლესობა განსხვავებულ პოზიციაზე, კუბლაშვილი უჭერს ხარს აი ამ ცვლილებებს. იმ სახით როგორთაც არის. იმ სახით, რა სახითაც არის შემოტანილი, უჭერს, მან ეს პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და მივიღეთ აქაც კარგი სიტუაცია, როცა ასე ვთქვათ პრეზიდენტი უმცირესობა და ბატონი კუბლაშვილი განსხვავებულ პოზიციაზე დგანან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციის სულისკვეთების დაცვით იმ შეთანხმების და ჩვენ შეთანხმებას არ ვარღვევთ. მათ შორის არც ცუდ კაცებთან დადებულ შეთანხმებას. უბრალოდ შეთანხმება თავისი არსით უნდა იყოს სწორი და სამართლიანი.
აქედან გამომდინარე მიგვაჩნია რომ ეს შეთანხმება სწორია, სამართლიანია, ეძლევათ მოსამართლეებს თავიანთი წარმომადგენლების არჩევის უფლება. ამ შემთხვევაში მოსამართლეს თავისი კანდიდატურის დაყენების უფლებაც ექნება. შეუძლია არ მოერდოს თავის კოლეგას, ვისთან ერთად პალატაში ზის ან კოლეგიაში ზის და ფარულად მისცეს ხმა ან არ მისცეს ხმა და რაც თავარია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტომების დროს უკვე დღის წესრიგი შეტანა საკითხების გაწყვეტა მარტო ერთ კაცი არ იქნება დამოკიდებული. აქამდე იყო მოწვევის საკითხი მხოლოდ თავმჯდომარეს შეიძლება გადაწყვეტა. იუსტიციის საბჭოს წევრებს რომ მოენდომებიათ უმაღლესი საბჭოს მოწვევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწვევა, ამის უფლება არ ქონდათ. რომ მოენდომებიათ რამე საკითხის გატანა თუ არ იყო თანახმა ისო დღის წესრიგში შეტანა, ისე ვერ გაიტანდა ამას. აქედან გამომდინარე, ცვლილებები თავისი არსი ძალიან სწორია, ძალიან სამართლიანია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც შევდეთ დავარწმუნოთ ჩვენს კოლეგებს, შევძლებთ დავარწმუნოთ ჩვენს კოლეგებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კანონის გადადებას ერთი მიზეზი ქონდა ეკა. რომ ისმის შეკითხვა, რომ რა წესით დაირჩევა ეს 6 პირი, რომელი პირი საბჭოს დათხოვნა არ დათხოვნა. ეს არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისია გირჩევთ, რომ ჯობს მთლიანი შემადგენლობა არ იქნეს დათხოვნილი, იმდენად რამდენადაც ეს შეიძენს პოლიტიკურ ელფერს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ კი ამ ფორმით იქნება ეს კანონი მიღებული, ყოველგვარი მოკიბვის გარეშე ვაცხადებთ, რომ საქართველოს სამუდამოდ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ვილნიუსის სამიძე ევროპულ პერსპექტივას დაემშვიდობებაო. იღებს თუ არა მართველი გუნდი ასეთ შესაძლო შედეგზე პასუხისგებლობას? ისე ნახეთ ეკა რა გამოდის პრეზიდენტის განცხადებიდან, რომ უსამართლო სასამართლო სამართლიანი სასამართლოდ გადაქცევის მცდელობა, რაც შინაარსობრივად მოწონებულია ყველგან. კონკრეტულად საბჭოს წევრების თემაზეა საუბარი ბატონო ზაქარია, ისევე როგორც თავის დროზე საუბარი იყო პოლიტპატიმრებზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. არა მთელ კანონპროექტზე, არამედ ერთ ნაწილზე. ეკა ამ შემთხვევაში უნდა უცდოდა საზოგადოებას აუხსნათ, მაშინ რას ითხოვს ვენეციის კომისიას, რაზე დავეთანხმეთ და რაზე არ დავეთანხმეთ. ვენეციის კომისია ითხოვდა და დავეთანხმეთ ჩვენ იმაზე, რომ სასამართლო სტომების პირდაპირ ტრანსლაცია არ შეიძლება იქნას დაშვებული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენების მისაცემად გამზრდებულ მოწმეს არ მიეცეს საშუალება ნახოს რა ჩვენებას აძლევს სხვა მოწმეს და 1 საათში, 2 საათში თუ მეორე დილას გადაალოგოს ეს თავის ჩვენება, როგორც გადაალაგა მაგალითად ძალიან ბევრმა ჩვენება, როცა უყურეთ ბუტარობაქიძის საქმეს, სულად გადალაგებული ჩვენებებია, აწყობილი იმაზე, რომ თქვა ამკვეთი ღონისძიება პატიმრობა მთელი იგი მოქალაქეების მიმართებაში არ იყო გამოყენებული, არა? გადაალაგეს, ააწყვეს ეს ლეგენდა შექმნეს, ტყუილი მართალი ამას მარცხაჯულება გაარკვეს და ამ ლეგენდაზე დააფუძნებს მთელი თავის პიარ კამპანია, რაც წარმოებდა ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ სამშობლოში, რა. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, ვინც დღეს არიან წევრები, უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კენჭი იყარონ და ეს უფლება მათ უნარჩუნდებათ. რომ თქვათ, არის რამოდენიმე თანამდებობა, რომელიც თანამდებობის მქონე პირებსაც უნდა ქონდეთ თანამდებობრივი შეთავსების უფლება, თქვათ კოლეგიის თავმჯდომარე, მაგრამ დათხოვნა. დათხოვნის ნაწილში ახლა ცვლილებაზე დათხოვნის ნაწილში მათ ჩაწერეს, რომ ამ პერიოდში მართლმსაჯულების ხელმძღვანელი გოლის გარდაქმნის პერიოდში ეს დასაშვებია. ერთადერთი საკითხი რაც არ დავეთანხმეთ, იყო ის, რომ ახალი წევრები არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 3/5-დის ან 2/3-დის, არ მინდა შემეშალოს რიცხვი, თანხმობით. ჩვენ ამაში არ დავეთანხმეთ, იქიდან გამომდინარე, რომ თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 1/2-დის პრინციპთან, უმრავლესობის პრინციპი. და თუ უმაღლესი თანამდებობის პირი აირჩევა დაბალი ქვორუმით, უფრო ნაკლები თანამდებობის პირები რატომ აირჩევდეს მაღალი ქვორუმით. თანაც ამ შემთხვევაში ეკა საუბარი არა ჩემი კოლეგების. მე ვარ იმ საბჭოს წევრი ბატონი ვახტანგ ხმალაძე, იმ საბჭოს წევრი ბატონი შალვა შალგულიძე, მაგრამ კითხვა ბატონო ზაქარია სხვა რამეში მდგომარეობს. უშვებთ იმ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დახატა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასეთი შედეგი შეიძლება მოხდეს ამ კანონპროექტის ამ ფორმით მიღებას. გამორიცხულია ეს ამბავი, ეს კანონი ვერ გახდება ხელშემშლელი მიზეზი, რაც არ უნდა აბეზღოს სააკაშვილმა თავისი სამშობლო ევროპაში თუ ამერიკაში, ვერ გახდება მიზეზი იმისათვის, რომ ეს გახდეს მიზეზი ვიმეორებ უარის თქმის. ჯერ კიდევ ნაადრევია უარი თქმება თუ კი ითქმება, მაგრამ ვიმეორებ უარის თქმისთვის ეს მიზეზი ვერ გახდება. ეს მან ძალიან კარგად იცის, უბრალოდ იყენებს ამას შიდა საზოგადოების შანტაჟირებისთვის, ჩაუხედავი საზოგადოების შანტაჟირებისთვის და იმის რომ ისევ წაგვიყვანოს ვაჭრობის გარემოში, ანგარებითი ვაჭრობის გარემოში და ჩვენ ვეუბნებით რომ აპირებთ კონსულტაციებს უმრავლესობასთან ამ პრეზიდენტთან. ვაწარმოებთ. ეხლაც ვაწარმოებთ ბატონი დავით უსუფაშვილი ეხლაც აწარმოებს ამ კონსულტაციებს, გადება სწორედ ამოცანას ემსახურებოდა რომ თქვათ რეგლამენტში დაიხვეწოს იმ 6 წევრის არჩევის წესები, წინასწარ შევთანხმდით ერთიან პაკეტში იქნას გამოტანილი 3 აპრილის ეს საკითხი, მაგრამ ვიმეორებ თუ სააკაშვილმა აირჩია დროის გაჭიანურების პოლიტიკა,
და ჩვენ ამაში წავყევით, გახსოვთ ჩვენ დეკემბერში ვაპირებთ ამ კანონის მიღებას და დღეს უკვე მარტის თვე არის. ყველაფერს აქვს დასყისი, აქვს დასასრული. ჩვენ არ ვართ რადიკალები, არ ვართ ნაჯახის პრინციპით მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ არც გულუბრიყვილოები ვართ, რომ დროის გაჭიანურების ეს პოლიტიკა ვერ გამოვიცნოთ და საწინააღმდეგო ვერაფერი ვერ მოვიკვირდეთ. რა უფრო მეტად გააჭიანურებს დროს ის, რომ კონსულტაციების შედეგად მიხვიდეთ რაღაც საერთო კონსენსუსამდე, თუ ვეტო პრეზიდენტის, რომელსაც ის სავარაუდოდ დაადებს ამ კანონპროექტს, თუ არ იქნება მისთვის მისაღები და ამ ფორმით დატოვება. რა უფრო გააჭიანურებს? ვეტო ამ შემთხვევაში არის გაჭიანურების ინსტრუმენტი. ასე რომ რეალურად ყველა შემთხვევაში ისინი შეესწებიან, მე ბევრჯერ მithქვამს პირდაპირ ეთერშეკა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ინსტრუმენტი სასამართლო ხელისუფლების მართვის. ეს არის ის ინსტრუმენტი, რაც იმართება სასამართლო ხელისუფლება. ამიტომ ის რა თქმა უნდა, დიდი ხანი გააჭიანურებს, რაც შეიძლება მეტი ხანი გააჭიანურებს, დარჩენილი აქვს 6 თვე. ხო, უფლებამოსილების გასვლის ყველა თვე მისთვის ამ თვალსაზრისით არის ძვირფასი. ამიტომაც ამით კიდე მოიგებს 20-25 დღეს ყველაზე მეტი. მაგრამ ვიმეორებ, რა ჯობია წავიდეთ ანგარებით გარიგებაში, თუ წავიდეთ ისე ვეტოს დაძლებაზე. ამიტომაც დაადებს ვეტოს, ჩვენ დავძლებთ ამ ვეტოს და მაინც ჩავატარებთ სასამართლოს რეფორმას, თუ სწორია ეს რეფორმა, სამართლიანი ეს რეფორმა და მხარდაჭერილი ეს რეფორმა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთი თემა დღეს უკვე გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაცია ოცნების მაჟორიტარულ კანდიდატებზე შუალედურ არჩევნებში. ესენი არიან სამტრედიაში იურისტი გიორგი კახიანი, იურისტი პაატა კიკნაველიძე ბაღდადში და იურისტი თამარ კორძაია ნაძალადებში. შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ამ კანდიდატურებზეა ზუსტად სწორედ ლაპარაკი? გამოხატავ პატივისცემას ჩვენი საზოგადოების ინტერესის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, სანამ ბატონ ბიზინა ივანიშვილი არ წარმოადგენს კანდიდატურებს, იქამდე არ ვიჩქარებდი კონკრეტული პირების დასახელებას, იმიტომ რომ ეს არის კოალიციის ლიდერის პრეროგატივა და ყველა პოლიტიკოს მოუწოდებ, რომ უფრო თავშეკავულად მოექცეთ პირველ დამსახელებლის უფლება კოალიციის ლიდერს აქვს, ან მის მიერ, ასე ვთქვათ, დელეგირებულ პიროვნებას. ამიტომ მე არ ვიჩქარებდი პიროვნების დასახელებას, ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება ყავს ჩვენ საზოგადოებას, ქართული საზოგადოება დიდარია ინტელექტუალური ხალხით, ასე რომ ჩვენ ხვალ ალბათ ყველაზე გვიან ზეგ გავიგონებთ ამ კანდიდატების ზუსტ სახელებს და გვარებს. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვა ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობდა, რამდენიმე წუთში გიორგი სიგუასთან ერთად დავბრუნდებით. გიორგი სიგუა უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა. გიორგი. იმყოფებოდით სტრასბურგში, სადაც ჩატარდა ევროსაბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის საგაზაფხულო სესია. მანამდე თებერვალში თბილისში იყო მონიტორინგის ჯგუფი ჩამოსული, რომლებიც შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს, შეხვდნენ პრეზიდენტს, შეხვდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მათი ანგარიში, ბატონო გიორგი, იყო ნეგატიური. 8 შეჭრა, 10 შენობის ბლოკირება, 19 გამგებლის და 31 საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა. აი ამ კონკრეტულ ფაქტებზე იყო საუბარი ანგარიში და იყო ზეწოლად ეს ყველაფერი შეფასებული. დავიწყოთ სწორედ ამ შეფასებებით. რითი იყო განპირობებული და ახლა რა შეიცვალა, როდესაც თქვენ უკვე დაესწარით სესიას? პირველ რიგში მონიტორინგის ანგარიშის აი ესეთი შეფასებები რამ განაპირობა? კი ბატონო. რადგან შეხვედრები ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდათ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს? კი, შეხვედრები მათ ჰქონდათ ყველგან. მოგეხსენებათ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეიცვალა, ხოლო ადგილობრივ დონეებზე თითქმის ყველგან დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სათავეში, საკრებულოებში, მერიებში, გამგეობებში. პირველივე დღიდან არჩევნების ჩატარებიდან მათ დაიწყეს ინფორმირება სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებისა, რომ ხდება მათზე ზეწოლა, რომ მათ აიძულებს ქართული ოცნება და საქართველოს მთავრობა, რომ შეიცვალონ პოლიტიკური ორიენტაცია, გადადგენ თანამდებობები და ასე შემდეგ. ამის გარდა, რა თქმა უნდა, აწვდნენ ყველა იმ ფაქტს, მართლა ქონდა ფაქტებს, ადგილი, როდესაც ადამიანები ახდენდნენ შენობების ბლოკირებას, პიკეტირებას, იქ მარტვილში 28 დღე გაგრძელდა აქცია და რა თქმა უნდა, ეს ადამიანების შეშფოთდნენ და ამისთვისაც გამოიგზავნა ეს მონიტორინგის ჯგუფი, რომლებიც ადგილზეც გაიხსნენ სიტუაციას და ქონდათ ძალიან მაღალი დონის შეხვედრები. თუმცა ამ მონიტორინგის ჯგუფის მოხსენების, აი ეს ხელში მაქვს, აი ეს მოხსენება, რომელიც მათ დაწერეს და მიაწვეს, არის ბატონი ნაიჯელ მერმაგენ, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი და ელენა ფილაიასარი, ეს არის ფინელი ქალბატონი, რომლებიც იყვნენ მომხსენებლები და
ეს რეპორტერები ევროსაბჭოს რეგიონალური კონგრესიდან მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა ევროპის საბჭო, როდესაც 19 მარტს კონგრესის სესიაზე იყო გატანილი საქართველოს საკითხი. თუმცა 17 მარტიდან საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი თენგიზ შერგელაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და ხოლმე წარმომადგენელი ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს, ჩვენ გქონდა შეხვედრები ევროპის საბჭოს. ჩვენ შევხვდით ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ბატონ იაგლანს. ჩვენ შევხვდით კონგრესის გენერალურ მდივანს ბატონ კიფერს. ჩვენ შევხვდით ევროპის საბჭოს რეგიონული ხელისუფლებისა და თვითმმართველობების კონგრესის პრეზიდენტს ბატონ ერიკ ვან სტაას და სხვა ოფიციალურ პირებს და ჩაუტანეთ ფაქტები, ჩაუტანეთ ციფრები, ჩაუტანეთ მონაცემები და ამ შეხვედრების შედეგი და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგი ის იყო, რომ იმ რეზოლუციის პროექტში, იმ რეკომენდაციის პროექტში, რომელიც უნდა მიიღო 19 მარტს, აი მე ხელში მაქვს თვითონ პროექტი. ახლა თქვენ ახალ რეზოლუციაზე ლაპარაკობთ. დიახ, ის რაც რეპორტერებმა დაწერეს, ეს იყო მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ევროპის საბჭოზე. ხოლო შემდეგ უკვე ევროპის საბჭოს კონგრესს უნდა მიიღო რეზოლუცია. რეზოლუციის პროექტში შევიდა 13 შესწორება. 13 შესწორებიდან 3 მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში იყო ბატონო გიორგი მათთვის დოკუმენტი საფუძველი. მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში მათთვის იყო ძალიან სერიოზული საფუძველი, რათა შემდეგ მიიღოთ რეზოლუცია, საბოლოო რეკომენდაცია. თუმცა ჩამოსულები აქ იყვნენ ეს ადამიანები თებერვალში, ეს იყო 27-28 თებერვალი და სესია ჩატარდა 19 მარტს. ანუ აი ამ 19 დღეში მათ მიიღეს დამატებით ინფორმაცია, დამატებით მოხდა გაცნობა სიტუაციის, ასევე შეხვედრები, რომელიც მე ვახსენე და აი ამ რეკომენდაციის პროექტში შევიდა 13 შესწორება და მე მაქვს აგერ ხელთ უკვე საბოლოო ვარიანტი, რაც მიიღო ევროპის საბჭომ და აქ ვიღაცები რომ გამოდიან და ამბობენ რომ ევროპის საბჭო შეშფოთებულია საქართველოს ახალი მთავრობის მოქმედებით და ევროპის საბჭო შეშინებულია საქართველოს ახალი მთავრობის ნაბიჯები და რომ არიქა ჩვენ მივეკაჩებით ჩრდილოეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ თუ საიდანღაც საქართველოს ევროპის კურსს უხვევს და ამაზე მთელი ევროპა არის აღშფოთებული. ეხლა ეს ხო არ არის საკამათო თემა და სადებატო თემა აქ შავით თეთრზე წერი, ესეც ხო არ არის ჩემს მიერ გამოგონილი რაღაცას Word-ში აკრეფილი დოკუმენტი, ეს ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე და შეიძლება წავიკითხოთ, ხო? თქვენ საფართოდ წავიკითხავ, ეხლა რა წერია საბოლოო ვარიანტში, რას გითხოთ მოკლედ რომ მაყურებელი არ დავღავოთ თუ შეიძლება. კი ბატონო, რამოდენიმე პუნქტს დაგიკითხავს რა. ესე იგი, რაც ყველაზე მთავარია, კონგრესი გამოხატავს კმაყოფილებას მასე, ხა ინგლისურად შემიძლია წავიკითხო, მაგრამ პირდაპირ ქართულად ვიტყვი, რომ არ გამოგვივიდეს ორჯერ წაკითხვა. ესე იგი, რომ საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლებამ მოახდინა ნათელი დემონსტრაცია იმისა, რომ გაითვალისწინებს კონგრესის რეკომენდაციებს, რათა მოხდეს საქართველოში იმ პრინციპების ინტეგრაცია და იმპლემენტაცია, რასაც მხარს უჭერს ევროპის საბჭო და ევროპის თანამეგობრობა თვითმმართველობის განვითარებით და ადგილობრივი დემოკრატიების კუთხით. შემდეგ, ახალი მთავრობა კვლავ კონგრესი გამოხატავს კმაყოფილებას ასეთ, რომ ახალი მთავრობა გამოხატავს მკაფიო სურვილს, რათა მომავალში გააგრძელოს თანამშრომლობა ევროპის საბჭოს კონგრესთან და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელსაც შესთავაზებს მას ევროპის საბჭო და კონგრესი. გარდა ამისა, იქ შესწომაში იყვნენ აშკარად შეყვანილი ევროპელები, რომ საქართველოს მთავრობა აპირებდა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმებას, ამაზედაც ჩაიწერა ამაზე იყო საუბარი, ასე ვთქვათ, დასაწყისში და ეს არის დროებითი სამინისტრო. თუმცა ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არავინ ხელს არ ახლებს, ესეც ჩაიწერა, რომ ამაზეც გამოხატავენ კმაყოფილებას. აი, რაც შეეხება შეშფოთებას, აი, რაზე გამოხატავენ შეშფოთებას, რამოდენიმე ეს შეეხება სამომავლო პერსპექტივას, ეს არის რჩევები მომავლისთვის და ამბობენ რომ გამოვხატავთ კმაყოფილებას, რომ საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლება ახდენს დემონსტრაციას თავისი სურვილისას განავითაროს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი დემოკრატია და რატომ? იმიტომ რომ იმ მეორე ნაწილში, სადაც შეშფოთებებზეა საუბარი, აქ წერია რომ დღემდე არ არის
მოყვანილი წესრიგში საკანონმდებლო ბაზად და ძალიან ბევრი კანონი თვითმმართველობის შესახებ ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს. ის რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ფინანსური ავტონომია, ის რომ ადგილობრივი დემოკრატიების საერთოდ არ არის განვითარებული და მთლიანად დამოკიდებული არიან ცენტრზე. ეს ყველაფერი ხო იმ ხელისუფლების გასაკეთებელი იყო, რომელიც ხალხის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ეს ხო მათ ეხებათ. ის რომ სამ თვეში ვერ მოახდენდა თვითმმართველობის რეფორმას ახალი მთავრობა, ეს ხო გასაგებია არა? ეს არის მაგრამ საწავიდა ფაქტები, რომელიც იყო ჩამონათვალში მონიტორინგის ჯგუფის წეღან, რაც წავიკითხე მის შეჭრები, ბლოკირება შენობის და ასე შემდეგ. რასაკვირველია ეს ფაქტები იყო, ის რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ჩიოდნენ და ამბობდნენ, რომ ამას აკეთებდა ახალი მთავრობა და ეს იყო ახალი პოლიტიკა, მას შემდეგ რაც მონიტორინგის ჯგუფის წევრებმაც, ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებმაც და თვითონ კონგრესის წევრებმაც მოისმინეს ინფორმაცია, გაანალიზეს და შეამოწმეს და გადაამოწმეს ის, რომ ეს არ ყოფილა ქართული ოცნების პოლიტიკა და არ ყოფილა ქართული ოცნების დაკვეთა, ასე ვთქვათ. ის შეჭრებიც, ის პიკეტირება, ბლოკირება იყო იმ ადამიანების ემოციური გამოხატულება, როდესაც მან იგრძნეს თავისუფლება და მოინდომეს თავიანთ მჩაგვრელზე, თავიანთ გამძარცველზე, თავიანთ გამანადგურებელ ხელისუფლებაზე ანგარიშის გასწორება, სწორედ ამის შედეგი და მაგრამ იყო თუ არა ახალი ხელისუფლების პასუხისგებლობა ის რომ აღეკვეთა მსგავსი ფაქტები. ხელისუფლების პასუხისგებლობა იყო რომ დაემყარებინა წესრიგი, რომელიც მან შეასრულა და მე მგონი დღესდღეობით არის ყველგან წესრიგი, ხო? და არავის არ იჭრება და არავის ფანჯიდან არ აგდებენ. კარგით, გავაგრძელოთ ანგარიშის შესახებ. კიდევ რა შეფასებებია დოკუმენტში? და რა მოთხოვნები, რაც მთავარია ახალი ხელისუფლების მიმართ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადგილობრივ თვითმმართველობებში დამყარდეს წესრიგი. პირველ რიგში ეს არის საკანონმდებლო ბაზის წესრიგში მოყვანა და თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონალური განვითარების თვითმმართველობის კომიტეტი სამინისტროსთან ერთად, რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან ერთად ამზადებს თვითმმართველობის ძალიან მასშტაბურ რეფორმას, მსგავსი მასშტაბურ რეფორმას ალბათ არ ქონია ამ საუკუნეში ადგილი საქართველოში. ამ რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში გვექნება რეალური თვითმმართველი ერთეულები, ის რომ თუნდაც სოფელს ექნება იურიდიული სტატუსი, ის რომ გურჯაანში იქნება, სენაკში იქნება, თუ წალენჯიხაში იქნება ადგილზე გადაწყვეტენ, მათ რა სჭირდებათ ყველაზე მეტად არ დაელოდებიან იმას, როდის გადაწყვეტს ვიღაცა ამას თბილისში თუ სხვა ადგილას, ის რომ თავიანთი ფინანსური დამოუკიდებლობა და ავტონომია ექნებათ, ის რომ ასე თქვა თავისთავად თვითონვე იყვნოდათ ექნებათ, არჩეული იქნება გამგებელი იქნება თუ მერი იქნება და მარტო თბილისის მერი არ არის ის პოსტი, სადაც უნდა იყოს არჩეული პირველი პირი დასახლებული პუნქტის. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ყოველი წინა ხელისუფლება აპირდებოდა საზოგადოებას, მაგრამ შემდეგ არასრულებდა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ არ დაგვაუწყდეს ის, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სწორედ ამ თვითმმართველობის რეფორმის ჩატარება და რეალური დამოუკიდებლობის მინიჭება თვითმმართველ ერთეულებზე, მათ შორის არის თვითმმართველი ქალაქების რიცხვის გაზრდაც საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო და საპარლამენტო კომიტეტი მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმ თვითმმართველობის რეფორმის კანონზე, რომელიც უახლოეს მომავალში დღისინათელ პრინციპში უკვე ნახილი აქვს, იმიტომ რომ მიმდინარეობს ამ კანონპროექტის გახლა, უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციას გაეცნო ეს, კომიტეტის ხდომები ტარდება, პრეზენტაციები ტარდება და ეს არ არის უბრალოდ წყლის ნაყვა და ლიტონის სიტყვები. ეს გადაიქცევა კანონად და საქართველოში გვექნება რეალური თვითმმართველობა და არა თავკომბალა, სადაც არის მარტო ერთ მხარეს თბილისი და იგი კიდე დანარჩენი საქართველო. ბატონო გიორგი, მეორე მხრივ ის რომ კანონის მიღება სწორედ ახლა გეგმავს ახალი ხელისუფლება, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობები მართლაც არის ხშირ შემთხვევაში ძველი ხელისუფლების ხელში. ხომ არ ფიქრობთ, რომ იგივე ევროსაბჭოს მიერ ეს შეიძლება იყოს აღქმული როგორც გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა იმისთვის, რომ შეიცვალოს მხარე, რომელიც გავლენას მოახდენს ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ასეთი აღქმა იყოს დასავლეთში? არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ნებისმიერი თვითმმართველობისთვის მისთვის არის უკეთესი. თუ მაგალითისთვის ვამბობ, თუ მაგალითად
ნომერ N ქალაქში არის ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში საკრებულოზე მერიის დონეზე, რა მისთვის ცუდი არის თუ მას ექნება მეტი თავისუფლება საკუთარი ფინანსების ხარჯვაში, თუ მას ექნება მეტი თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ მას ექნება მეტი თავისუფლება იმაზე ფიქრში, რა სჭირდება მის ქალაქს და არ დაეკითხება კანცელარიას და თბილისს, როგორ მათთვის არ არის ეს უკეთესი. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ადგილობრივ დონეებზე ხელისუფლების ცვლილებას, ეს მოხდება არჩევნებით. და ეს რეფორმა არჩევნების ნაწილში ძალაში შევოს არჩევნებს მანამდე ვერ გააკეთებ ხო თუ მანამდე არ დაინიშნა ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები რაც ჩემი აზრით გამორიცხული არის ეს ადგილობრივი არჩევნები და ჩატარდეს 2014 წელს ჩატარდება იმ საკანონმდებლობის გამოყენებით რომელიც იქნება აი ამ კანონში და ვინც გაიმარჯვებს იმ არჩევნებში იმისი გადასაწყვეტი იქნება იმ ქალაქის მიხედვით, ხო? ბატონო გიორგი, არაერთხელ იყო უკვე პრეცედენტი, როდესაც გარკვეულწილად ნეგატიურ თუ კრიტიკულ შეფასებებს დასავლური სტრუქტურების მხრიდან ახალი ხელისუფლება მიაწერს ხოლმე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ, როგორც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, დასავლურ სტრუქტურებთან იმისთვის, რომ კრიტიკულად შეფასდეს ახალი ხელისუფლების ესა თუ ის ნაბიჯი. აი თქვენ თქვით, რომ 13 პუნქტი შეაცვლევინეთ. კი, შემოსვენებთ, შევიდა შესწორება. ასეთი ზეგავლენის შედეგი იყო ესეც? არა, ზეგავლენის შედეგი როგორ იქნებოდა, როდესაც ნათელი თეთრი ფაქტები იქნა წარმოდგენილი, მაგალითად, აპირებდნენ ჩაეწერათ რეკომენდაციის საბოლოო ვარიანტში, ამ რეკომენდაციის კენჭი უნდა უყარონ იმ ევროსაბჭოში და 100-ზე მეტმა დელეგატმა უნდა მისცეს ხმა, ხო? აპირებდნენ ჩაწერას, რომ საქართველოს ხელისუფლება აუქმებს რეგიონალური განვითარებასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ნუ არ აპირებს ამის გაუქმებას და გაცხადებული ნება არის, ხო, რომ არ უქმდება. ნუ ამაზე რაზე წვლა უნდა მოახდინო. ეხლა აი ამ ევროპის საბჭოს უმაღლეს თანამდებობის პირებზე ბატონი შერგელაშვილი და მე ალბათ ვერ მოახდენთ ისეთ ზეწოლას, რომ დავარწმუნოთ, რომ საქართველოს თორება არ აპირებს სამინისტროს გაუქმებას. ის რაც იყო კრიტიკულად წარმოდგენილი, ხომ არ იყო ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების უკეთ მუშაობის შედეგი? რას გულისხმობთ? მაგალითად იმას, რომ ნათქვამი იყო რეზოლუციაში, რომ აპირებთ გააუქმოთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კიდევ რაზე იყო კრიტიკა? კრიტიკა იყო ძირითადად იმაზე, რომ აპირებს ქართული ოცნება აღიქვას, თითქოს მან მოიგო არჩევნები ყველა დონეზე და შეცვალოს გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ხო და საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია თქვა, ამას გეკითხებით სწორედ, ვინ იყო წყარო, რას ეყრდნობოდა ეს ინფორმაცია? ყოფილი ხელისუფლება. ამას გეკითხებით, ყოფილი ხელისუფლება არის ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დღე და ღამე იმას ცდილობენ, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას და საქართველოს გაუფუჭონ იმიჯი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთი-ორი სიტყვა წამოაცდებინონ მათ წარმომადგენლებს, მერე ეს 18 ჯერ დაატრიალონ სატელევიზიო მათ მიერ კონტროლებადი მედია საშუალებები და მერე თქვან, აი ხალხო, ჩვენ აგვაცილა ახალმა ხელისუფლებამ ჩვენი ევროპეიზაციის გზას და ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ სადარაჯოზე საქართველოს გადარჩენის, მაგრამ მე მჯერა და თქვენც ალბათ ხედავთ და მაყურებელიც ხედავს და საქართველოს მოსახლეობას ხედავს, რომ ამ ზღაპრების, ამ პიარ ალიაკოთის ზღაპრები დამთავრდა. რომ არ არის ხო იქ ვიყავი სტრასბურგში, ერთი კვირა დავყავი, ჩამოვედი და ჩემი თვალით ვნახე, მე თვითონ შევხვდი ამ ადამიანებს არ არის ასე როგორც ესენი ამტკიცებენ, ეს ნაციონალები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ისინი არიან ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც ელაპარაკება ევროპის საბჭო, რომ ისინი არიან ერთადერთი ჯგუფი, რომელთაც ელაპარაკება ნატო, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც არის მიღებული თეთრ სახლში, შავ სახლში, ყვითელ სახლში, სხვადასხვა სახლებში და ისინი ითანამშრომლებენ საქართველოს ხელისუფლებასთან, თუ მათ ექნებათ კომფორტული გარემო სათამაშო, თუ ისინი იგრძნობენ, რომ არის აზრთა თანხვედრა, რომ საქართველო მიდის დემოკრატიზაციის კურსით, რომ საქართველო მიდის მათთვის მისაღები, მათთვის გასაგები და მათთვის პრიორიტეტული პრინციპების გზაზე და შესანიშნავად განვითარდება ურთიერთობებიც, საქართველოს განვითარდება, დემოკრატიას აყვდება და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დღის ბოლოს გიორგი სიგუა პასუხობდა მთავარ კითხვას, მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.